დილა მშვიდობის, როგორ ხართ გოგოებო? გიკითხავთ ყველას დიდი სიყვარულით. მადლობა დღევანდელ მშვიდობიან ლამაზ დღეს. მადლობა რომ გვაქვს საშუალება იმისა, რომ ერთმანეთი მოვიკითხოთ. ვერა სიტყვი ამართვეთი. ესე. და მოვამზადოთ საუს. მე თქვი. კვერცხი მინდა რომ შეწონილით კვერცხი, რა ვიცი, აი კვერცხს ყოველ დღე ამ ხალშა უფრო წვა, იმიტომ რომ ჩემს მოხალშე იმ დღეს მე მოხალშულიც მიყვარს და უფრო წვა, მიკას უფრო შემწვა იმას დროს. ხო და ცილა, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია. რამდენი ცალი შევწვა ახლა? 2 მე როგორ ხარ გუში? მოგოებო. მოგიყვებით, ეს საინტერესო. მომბავს. ნახეთ. და როგორც მე თეთრი სამ ოთხი ექვსი და 7 Wow. That's really nice. Good on. ამინდა. აბა ძალიან ხასიათი ვარ, იმიტომ რომ გუში საღამოში მგია სწავლობს ახლა იცით რას? ფსიქოლოგიაში არის ერთ-ერთი გია შენ იმას რა ქვია, ტექნიკა ქვია მაგას ფსიქოლოგიაში. თერაპია. ხო და ეს თერაპია. ანუ კონსულტაციასავით მქონდა. უბრალოდ თერაპია. ეს იყო რაღაცა სასწაული გოგოებო. არ ვიცი. დაწვრილებით მე თვითონ მოგიყვებათ. დიდი კურსი არის. 5 თვიანია. რო დაამთავრებს. მაგრამ ეს არის სასწაული. რაც მოხდა გუშინ ჩემში. და თითქოს რაღაცა ეხლა რა უნდა იყოს მე ისე. და რო ჩავედი ჩემ ქვეცნობიერში და დავინახე ეს ყველაფერი.
და ამიტყდა ტირილი. მე ესე არ მიტირია წლებია. გუში რო ვიტირე საღამოთი. ეს არის სასწაული, არ ვიცი. რო ამიტყდა ტირილი და დავიწყე ლაპარაკი თავიდან თითქოს ანუ ვერ ვიწყებდი ლაპარაკს, ვერ ვლაპარაკობდი, თუმცა ესე დავიწყე. აბა უჟანო მკითხა რა თავიდან, რა საკითხზე გინდაო და რა გჭირსო და რო არც იცი, აი ვერ ხვდები რა უნდა თქვა და პირველ რიგში რაც მაქვს მეთქი, ვგრძნობ მეთქი დაჭიმულობას და დაძაბულობას. თანდათან ლაპარაკში თან ამ ლაპარაკში რო ამიტყდა ტირილი და ლაპარაკი დავიწყე ჩემი თავი სამიკვირდა გაშიტერებული გამისმენდა დია ნახევარი საათი მაინც ვტიროდი და თანყვებოდი თავისით მოვყევი თავიდან ბოლომდე ყველაფერი ტირილით და ჩემი ტირილი რა ვიცი ვინ თქვა ვერ ტირილა ხოლმე ეს ცუდია კარგი არ არის მაგრამ ну ესია და ვერ ტირილა ხოლმე კარგა მაგრამ მატირა მე ძალიან კარგ ხასიათზე და ოდექი გამოვკეთდი და დღესაც ძალიან კარგად ვარ გუში დილის ვიდეოშიც კი რაღაცნაირად ის იყო აი თუ დააკვირდებით თითქოს მის ვიყავი ეგრევ თქვი ხო გახსოვთ რომ ძალები გამომეცალამეთქი ეს იყო გუშინდელი საღამო პირდაპირ სასწაული რაც მოხდა და რაც დავინახე მე ჩემი თვალებით გოგოებო აი ციხა ჯერ ამ კუთხით გია ვერ მიიღებს ასე ვთქვათ კლიენტებს და უძახობს და არა პაციენტები ვერ მიიღებს იმიტომ რომ ჯერ უნდა ისწავლოს კარგად მაგრამ ეს არის ძალიან მაგარი რაღაც ეს არის სასწაული პირდაპირ სასწაული მე უნდა ჩემთვისაც საინტერესო იყო ეგო რა მე ვიყურებდიო როგორ ლაპარაკობდი და ამოიტანე ანუ ქვეცნობიერი და ცნობიერი ერთმანეთს შეხვდა და ის ყველაფერი აი ბავშვობიდან ყველაფერი თითქოს გავაცნობიერე ბევრი რაღაცა ბევრი არა ერთი ძირითადი რაც იყო დავინახე რაშიც არის ჩემი ყველაზე დიდი ტკივილი ეგ დამანახა და ეს არ არის დავუშვათ ისეთი რაღაცა რაც შეიძლება ცნობიერში ფიქრობდე რომ აი ეს არის არა მიმარული მიჩქმარული რომელზეც არ ფიქრობ გოგოებო აი ეგეთი დავინახე ყველაზე დიდი ტკივილი რას მოაქვს ჩემში ესე რომ ვერ ვაცნობიერებდი ეს არის სასწაული აი მართლა თოვანებული ვარ რა და რა ვიცი ამას რომ ისწავლის ძალიან კარგად ამას რომ ძალიან კარგად ისწავლის რა ქვია ზუსტად გია რომ ვუთხრა მაგას შენ იმას კურსს რაც უნდა ისწავლო ხო მეტაფორული ასოცირებული მგონი ის უბრალოდ არ მახსოვს რა ბარათები რომელიც ანუ ცნობიერს და ქვეცნობიერს ერთმანეთს ახვედრებს და ხო გეუბნებით სასწაული რაღაცა დამემართა მე გუში სასწაული
არ ვიცი რა დავარქვა მაგას გოგოებო, არ ვიცი და რომ მოგეშვება მე თან ეს ყველაფერი რომ მოგეშვება. მიხარია ძალიან რომ ისწავლის გია ამას და რა ვიცი რა ანუ თავის პროფესიონალიზმს კიდე უფრო დახვეწავს. მიშველა სასწაულად თან ეს ერთი იყო ჯერ და ერთი არ არის საკმარისი მანდ. ერთი არ არის საკმარისი. აქ მუშაობა არის საჭირო და ჯერ რა თქმა უნდა ჩვენ ამას ჩვენ თავებზე გამოვცდით, გავაკეთებთ და ეს პირველი რაც იყო შოკი იყო, არ ვიცი და მე ვნახოთ აბა როგორ იქნება საქმე. წავედი ხო ამას წავიგებ და მოვალ მეყავა მინდა ესენი არ მინდა მე. მოვედი გოგოებო. ცირას მეც ვიგებ ყოველ დღე აუცილებლად კვერცხიან ფილე და ჯერ არ მინდა და 12 საათი 12 საათს თუ არ გადასცდა მე ვერ ვჭამ საჭმელს. ესე მივეჩვიე ყავა უნდა დავლიო ჯერ დილით და ცოტა ტკბილს ვაწამხოლმე და მერე საჭმელი. რამე საქართველოს ის მინდა. შაქარი უნდა დავუმატებდეს. ხოდა მერე საჭმელი და არ მინდა ჯერ დილით. ჩემთვის მე უნდა გადავიდე მაღაზიაში. ვიყიდო რაღაცა ექიმს. აი ეგეთი რაღაცა გოგოებო რა ვიცი ძალიან მაგარი და ძალიან აღფრთოვანებული ვარ რა, აი ძალიან რა. ძალიან მომეწონა. ლაქერმა გამიარა. ბოლომდე არა, მაგრამ შედარებაც არ არის. გამიარა დილით. ჩემკანს რო ვუყურებ. საერთოდ რო არაფერი არ მისვია, აი მაშინ ძალიან ვამჩნევ ხოლმე. ჰიალურონის მჟავა უნდა დავიწყო. უნდა გამოვიწერო ჰიალურონის მჟავა. და ტონალურიც უნდა გამოვიწერო ეიგონის. ყველაზე კარგი რომელიც არის ის ტონალური რომელიც ყველაზე კარგია. ჩავწერთ. შაქრით არის. ამი. ჯიქაში დავუსვით. ჩუქია. ის არ გვინდა.
ძალიან მაგარია ეს შოკოლადი. ნატამ წერს ხოლმე ძალიან კარგ კომენტარებს. დიდი მადლობა ჩემო ძვირფასო. ხელი არ ჩაიქნიო, ბოროტი არ გაახარო. ესეთი კომენტარი მომწერა. მადლობა ღმერთს ყველაფრისთვისო. იგივე ნატამ. აპატია და გაუშვი შენი ცხოვრებიდანო. ნამდვილად ასია. და აპატიო და გაუშვა. გეგმა გოგოებო, როგორ გავაკეთებ? მარტივად სახს და ძალიან ყუდროდ და ლამაზად. ესენი არის სუნატას კომენტარები. ეს გოგო არის მორწმუნე. რთულია დედამიწაზე ცხოვრება, მორწმუნე. ძლივს რო გადარჩება, ურწმუნო სადღა გამოჩნდებაო. დიახ, ეს ბიბლიაში წერია. მორწმუნე რო ძლივს გადარჩება, ეგეთი დრო მოვა. კარგზე იფიქრეო, ყველაფერი კარგად იქნებაო იგივე. ხო. დიდი მადლობა ამ ძვირფასი სიტყვების შეხსენებისთვის, ჩემო ძვირფასო. ხო წერიაო მერეო, რომ ქვეყანაზეო ჭირი გექნებათო, მაგრამ მებძლიეო წოთი სოფელსო, იესო თქვა ეს. მებძლიე წოთი სოფელსო. რა არიცი. თმები მეკრობა სახეზე. დატენიანებული რომ ძალიან, ხო? მეკრობა. ლეილა მოგესალმები, ჩემო სიხარულო, ძალიან მიყვარხარ. ჟანიკო დედა ჩემსაც სულ ეტოს უკრაზე მწვანილი. და მით უმეტეს წიწმატი და ტარხუნა. დღესაც უნდა ვიყიდო. ახლაც ძალიან უყვარსო, იხარეთო. იმიტომ რომ წიწმატი და ტარხუნა მით უმეტეს ხორცს როცა ჭამ, ძალიან ეხმარება მას, რომ ეს მისი სიმძიმე განეძრავს. ნონა მოგესალმებით, ძვირფასო, მიყვარხარ ძალიან. ყველაზე მეტად წელიწადის დროებიდან გაზაფხული მიყვარს. მართუნია ბიჭო სულ კარგად უნდა იყო, რომ გაახარო დედიკო და მამიკო. გამოკეთდა. მაინც ცოტა ახველებს, ეხლაც მესმის. გაიხვიცა. მაგრამ რა შედარება? დილარუა, თელეღამი არ დაუხველებია და დილარუა ეხლა მაგიტო. ჟანა ეს სახლი აღარ გაქვსო, ხიდის თავის სახლზე მომწერა ვიღაცამ, არა. აღარ გვაქვს გავყიდეთ ეგ სახლი. ჰაერზე წაიყვანა ჟანა ობაკულიანში, მე დამყავს ბავშვები ყოველ ზაფხულს და ჯვარის წერიათო მთელი ზამთარიო ისე გავიდა, არ შეხვედრიათ არაფერიო დავისვენეო. კი, კარგია ძალიან.
აი ეს გამოცვლა. სოფო მომწერა. ეს წავედი ადგა ახლა ესეც. ადგა და რაღაცები უნდა ცოტა გადავხედოთ. გაკვეთილებს და სკოლაში წავიდეთ. ესეთი იყო ჩემი დილა. გიას ბარათებმა გამაოცა ქოქოებო, ესა არ ვიცი რა არის. ეს რა არის, არ ვიცი, სასწაული რაღაცა არის და რავი ერთი გულდასული მაქვს, როდის ისწავლის. და ძალიან მიხარია. წავიდი მიყვარხართ და კოცნით დროებით